შეტყობინებები ხდება და ეს ახლა როგორ თქვა, რომ არ არის სასიამოვნო. ძალიან სასიამოვნოა და ძალიან მიხარია. ახლა რა შეეხება იქაურობას, ლაივებზე ვივლი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მარიამს დაუპირდი, რომ შენ გულშემატკივრად მოვალ, თქო როგორც იცით, დიდი შანსია, რომ აუთსაიდერად დაასახელონ მუზებმა. ვერ გეტყვით, თუმცა ამის ყველა წინაპრობა არსებობს. ჩემი აზრით, ამ კვირას პარასკევს ჰაუს დატოვებს გიორგი პარიზი. ეგ რახანია არის უკვე წასვლის კანდიდატი, თუმცა ამ ადამიანს ჰქონდა ჩემი ჯიბრი, მე მგონი, რომ მაძლევდა სულ წითელ დროშას, მაგიტო შემოვიდა, რომ წითელი დროშები მოეცა და აუთსაიდერად დავში, ანუ მეტი ფუნქცია ამ ადამიანს არ ჰქონდა. ისედაც უნდა წასვლა, მე მგონი, რაღაცები თქვას შეწასვლა მინდოდა. შეკაი ადამიანი, თუ გინდა წასვლა, წადის სხვას რაღაც გადაეკიდე. კი, ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ გიორგი პარიზი ძალიან უმიზეზოდ არის ჩემზე იყო გადაკიდებული და უმიზეზოდ რა ხა პრინციპში კოალიციის წევრია და როგორც კოალიციის წევრს მას ძალიან მალე მოიშორებენ ალბათ. ან თვითონ წავა. მოკეთ მგონია, რომ პარასკევს ჰაუს დატოვებს გიორგი პარიზი, სავარაუდოდ ვერ გეტყვით. გააჩნია მანამდე კიდე რა მოხდება. რა თქმა უნდა, ჰაუს უყურებ და რა თქმა უნდა ჩართული ვარ ამ პროცესებში, აბა რა ვიქნები, ჯერ ორი დღეა გამოვედი და ისევ დაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ვის გულშემატკივრობ ჰაუსში? ვის გულშემატკივრობ და რა თქმა უნდა მარიამს. მარიამს გულშემატკივრობ დიდი სიყვარულით და დიდი თანადგომით და ნეტა შემიძლია სათროდან რაიმეთი დახმარებას ვინწერ ხოლმე რამე ხარ ჭირდება თქო, მაგრამ ძალიან ესეთი თავდაბალი და მორიდებული გოგოა და პირიქით წერს ხოლმე, რომ შენ როგორ ხარ და რა შვები. კი, ძალიან თბილი ადამიანია. მარიამ, ოჩაღად იყავი, შენ გვერდით ხართ? რა თქმა უნდა, ლორენცოზე რას ფიქრობ, ნორმალურია 9 კაცი ერთზე. ხალხნო, აქ ეს შესევები და კოალიციური ჩაქოლვები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური. ჩამოსulis დღიდან ლორენცო არის მარტო და მარტო უმყავდება ამდენ აგრესიას, სიძულვილს და შემოტევებს და რას აღარ აბრალებენ ამ ადამიანს პრინციპში, ანუ ვერ ვიყურ ხა ლორენცო ძალიან იდეალური ადამიანია და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს აგრესია და მისდამის დამოკიდებულება მართლა არ ვიცი როგორ უძლებს, ეგ ყოფილა ხალხნო თუ ყოფილა ფსიქოლოგი და რა ვიცი. სულ ირონიულად უყურებდი მაგის ფსიქოლოგობას და თურმე ყოფილა ძალიან მაგარი ვინმე ლორენცო. Stay cold, გაუძელი bro. ბრას, თუ როგორ წამებს ხოლმე. ქუთაისზე გეტყვით, ქუთაისელებთან მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, გარდა ზრდილობისა და ძალიან უხეში უტაქტო მიმართვებისა. შეიძლება ძალიან ტექნიკი ბიჭები არიან და ძალიან კარგი გულის ბიჭები არიან, თუმცა ის რასაც ეგენი აკეთებენ ქალებთან მიმართებაში და როგორ მელაპარაკებოდნენ, ან როგორი მიმართვის ფორმები აქვს, ეხლა მუზას რო კეჩუპი ჩაასხეს თვალში და ესო ჩვენ ნორმალურად გავაკეთებთ. ნახა, მაგათი სტრატეგია და ტაქტიკა ვიცი, ხო? ხშირად ახსენებენ ხოლმე ეს ზუკაგუგარა, რომელი ახაც ვერ გავიგე კარგად, მაგრამ შემთხვევაში მოკლედ ეს ზუკაგუგა ხშირად ახსენებენ ხოლმე ეს ემიგრანტებო. ლორენცოც ახსენებს ხოლმე, მაგრამ ლორენცოს ყავს დედა ემიგრანტი, როგორც ვიცი და
აქვს რაღაცა ემოციური დატვირთვა მისთვის ემიგრანტებს და ესენი დიასას თუ დეისას დატრენინგებულები რო ხო ემიგრანტებს მიმართეთ რომ დაგინესიჯონ და ასე შემდეგ სხვა არაფერია ჩვარა სპეკულაცია და დეისას ნასწავლი ლაიფჰაკები დეისა თუ დიასა რავი რაც არის მოკლედ ფსიქოპატით შეიძლება იყოს ფსიქოლოგი ხალხს სხვათა შორის არ გამორიცხოთ და სოციოპათიც სკამზე მარიამს მედირი შანსია რომ დასვან კი იმიტომ რომ სხვებთან თითქოს უფრო ნუ კოალიციის წევრი ხა მარიამი არ არის და დანარჩენი ჯერჯერობით კოალიციის წევრები არიან ასე რომ კი შანსი ამის არის თუმცა მე თქვენსავით დიდი იმედი მაქვს რომ ჯავახმა რაღაცნაირად დაიცავს ამ ყველაფრისგან არ ვიცი ჯავა აბა შენ იცი რამენაირად კაი ბიჭი ხარ ჯავახ რომ მარიამს ყურადღებას აქცევ ძალიან მიხარია და რო ხედავ რომ მარიამი მარტო არის და ჯავახა უზის ელაპარაკება ეს მისთვის თან მარიამისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯავახას და მარიამს ერთმანეთი მართლა მოსწონთ თუ არა ჯავახას და მარიამს ერთმანეთი ჩემი აზრით ოღონდ ეს ჩემი აზრია და არაფერს არ ვამტკიცებ ხალხმა მართლა მოსწონთ ჩემი აზრით უბრალოდ ეხა ყველამ ვიცით რომ მოწონება მარტო საკმარისი არ არის რომ მოგწონს ადამიანი მე აკეთებ ისეთ ქმედებებს რომ ეს მოწონება გაამყარო და ადასტურო და მარტო სიტყვებით და ასე შემდეგ საჭირო საკმარისი რო იყოს ამდენი რაღაც აღარ დაგჭირდებოდა ადამიანებს ერთმანეთისგან ხო ამიტომ კი მე მგონია რომ ჯავახას მარიამს მართლა მოსწონთ ერთმანეთი არაფერს არ ვამტკიცებ მაგრამ ეს არის ჩემი აზრი და ეს იყო ძალიან ნათელი შიგნით ასე ხა გარედანაც ხედავ რომ ასეა ლორენცოს და ლელუს ერთმანეთი მოსწონთ თუ არა? ქართველი ხარ კი? ქართველი ვარ კაპანაძე ვარ გვარად. ხო კარგად ვლაპარაკობ თან ქართულად. ლორენცოს და ლელუს ერთმანეთი ხახნო არ მოსწონთ ჩემი აზრით და რატო გეტყვით? ანუ ამის არგუმენტი წესით უნდა მქონდეს, ხო? ამას რო ვამბობ გარდა იმისა, რომ დამოკიდებულება აქვს ძალიან ნეგატიური ერთმანეთის მხრიდან, ერთმანეთის მიმართ. ეს ნეგატიური დამოკიდებულება ხა საიდან დაიწყო? ლელუს როგორც ძალიან სიმპათიურ ლამაზ და სექსუალურ გოგოს, მოგეხსენებათ მისი ვიზუალი საკმაოდ მიმზიდველი და ეფექტურია. მეც ვთვლი რომ ძალიან ლამაზი გოგოა ლელუ. რატომღაც ეგონა რომ ყველა ბიჭს უნდა მოსწონებოდა და ლორენცომ რა გააკეთა? მე შენ არ მაინტერესებო. ჩემი გემოვნები საერთოდ არ ხარო და 10-დან 5 ქულაო. როგორც ქალსო და ამაზე ძალიან გაბრაზდა ლელუ. აი ძალიან გაბრაზდა რომ რას ქვია მე ხა ნომერ პირველი ქალი ვარ აქ და ვიღაცას არ მოვეწონე თან ლორენცოს და ამაზე გამწარდა გაბრაზდა და ამაზე დაიწყო ლორენცოს ლანძღვა და ასე შემდეგ. შეიძლება მაგის გარშეც გაელანძღა ლელუს უყვარს უკეთად ლანძღვა ძალიან კარგად გამოსდეს. მაგრამ მე რაც დავინახე აქედან დაიწყო მისი ეს აგრესია და გაბრაზება. ლორენცომ სავარაუდოდ ეს სპეციალურად გააკეთა კი მანიპულაციები. მასაც შენურად გამოსდის კი ბატონო და ეს შემთხვევით არ ყოფილა. ლორენცოს ახლა ლელუ არაფერში არ ჭირდებოდა მანდ. ბევრად ძლიერი მოთამაშეა და ბევრად ძლიერი და მყარი სლები აქვს. ლელუ ცოტა ემოციურად გაუწონასწორებელია და ადვილად გამოდის ხოლმე წყობიდან მე აკამპალებს ბონდო ანუ ნამდვილი მამაკაცი მას ამშვიდებს ხოლმე ესეთ ლებს დაიჭერს ხოლმე და ამშვიდებს გაგიჟებულ გადარეულ ლელუს. ლელუს შემთხვევაში მე მგონია რომ ცოტა რეალობასთან
აცდენილივით არის ბონდო როგორია ნამდვილი მამაკაცი და ასევე ის რომ მე ხშირად მეუბნებოდა ხოლმე რომ შენო ჩემი ქშურსო ბონდოსო შენ არ მოეწონეო და ეხა ვერ ვიტყვი რომ გაგიჟდა მაგრამ მინიმუმ რეალობასთან არის აცდენილი ხა მე რო ეძშურდეს ბონდოს მე რატო არ მოვეწონე ხო ფერმით სად უნდა ვიყო არ ვიცი რა დონის უნდა იყო ადამიანი ნუ ხა მე კი რაღაცებზე მეცინება ხოლმე მაგრამ რეალობას აცდენა ხა სხვა მეტი რა არის ხო ლელო ბონდო სპეციალურად ახსენებს რომ ლორენცოს შემოგეთ საერთოდ არ მოსწონს ლელო და ვერ გეტყვით ახლა შეიძლება მე მოეწონოს შაკეტეს ზურჩექი ხო იცით რაღაცები იცლება ხოლმე ხშირად და ამ ცხოვრებაში რაღაცები იცლება მადლობა ბაჭია უსაყოლო აუ ეხლა რომ გამოვედი მეგობრებო ვაიმე ყველაზე მეტად რა მომდა ანუ იქ ჩაკეტილი ვიყავი და შეზღუდული და ძალიან მომინდა სამოგზაუროდ წასვლა და თან ძალიან ბევრი საქმეები მაქვს. პარიზი რას გერჩოდა, ვერ გავიგე რას გერჩოდა მართლა. და ყველაზე მეტად ეხლა მომინდა სამოგზაუროდ წასვლა და ზივარე ხლა და ვარჩევ ხოლმე რაღაცა ქვეყნებს, ადჯობია. თანშობა მოდის თან ახალი წელი, მე ძალიან მიყვარს დღესასწაულები, აი ბიჟდები, ისე მიყვარს. ყველანაირი დღესასწაული მიყვარს. რელიგიური, არარელიგიური, აი თითქმის ყველანაირი დღესასწაული მიყვარს. კონცერტული ძალიან განსხვავება და ნებისმიერი მიზეზი რაზეც შეიძლება ხოლმე გაერთო და ინხიარულო ჩემთვის არის ყველა დღესასწაული მიყვარს. ნუ ახალ წელზე და შობაზე ხო საერთოდ გიჟდები. პარიზი რას ვერჩოდა? აი ხაფრებას არაფერს მაგისთვის შემოვიდა რომ ჩემთვის დაეწერა წითელი დროშა, გადმოეცა და აუცილებლად დავმეტი ფუნქცია ვაკაც არ ქონდა, არ ვიცი. თან ამობენ წასვლა უნდა რომ წავიდეს. გოგები გარეთ არიან, არა არ მინახავს მე ჩემ საქმეებზე ვარ გამოსული. Is about sadaqas. ზუკა გუგას ჩემი აზრით ამბობენ რომ ჩვენი გემოვნებისო არ არის ჩინა მე მგონია რომ მოსწონს კი ყოველ შემთხვევაში ფლირტი აქვთ და ეხლა რაც ჩანს იმას ვამბობ ხო ფლირტი აქვთ და სულ ერთმანეთის ოთახებში ატარებენ დროს დიდ ნაწილს და შესაბამისად ეხლა გასაგებია რომ მეგობრობა მაგრამ მეგობრობის იქითაც ეხლა ის ფლირტი არის ხოლმე და თავის მიგებები და რაღაცა თვილი მოგცემები ხა რა ვიცი მარტო მე ვხედავ ხალხო რა თქმა უნდა არის დიდი მადლობა ზურას მოსწონს ლელუ ზურას ლელუ ჩემი აზრით არ მოსწონს იმიტომ რომ რაღაც მაგის მაძმა კაცმა დაადგა თვალწინმე როგორც გავიგე ჩვენმა ერთ-ერთმა სტუმარმა და გულშემატკივრებმა თქვენსო ლელუ და დიასა გარეთაც ყოფილან ერთად რაღაცნაირად დაწყილებულები და დიასას ითქვამს რომ შედი ხალხში მე მოგაგებდნენ სკამზე ერთად აუთსაიდერებში რა თქმა უნდა დიასა ხარს დაუჭერს ბიჭებს ამაში ვარ 100%-ით დარწმუნებული და ამ შემთხვევაში რა გამოვა არ ვიცი ლელუს რამდენად აქ იმედი რომ დიასა ბოლომდე დაეხმარება ვნახოთ კაცის იმედი ჩემთვის გქონდეს გალისაც და აუზე არა ბონდოს ყველაფერი უხდება და აუზიც მოუხდება რა თქმა უნდა იქ რომ ნერვები დაიწყოს მაგრამ ბონდოზე მე ვთქვი რომ საკმაოდ საშიში ადამიანია იმ კუთხით რომ უკონტროლოა და
რასაც ლორენცოსთან აკეთებს ხოლმე, ეს აგრესია და არ ვიცი, დრო რო გავართა კიდე რამოდენიმე დღე და ასე შემდეგ, რასაც უყურებთ, ბონდოს მდგომარეობა მძიმდება ხალხი და არ ვიცი, როგორ იქნება შემდეგ უკვე. არა, ლორენცოს არ უთქვამს დიასაზე, დიას არ ხშირად, ეხლა გეტყვით, საიდან მივხვდით. დიასა ძალიან ხშირად მოდიოდა ხოლმე, ივენთებს რო ვატარებთ ოთხშაბათობით. ხშირად რა, ყველა ივენთზე მოდიოდა და ამბობდა, რომ ზურა და გუგას მე ვუჭერო მხარსო და მაგათა მოდიოდნენ. მაგრამ ნახეთ, რომ სულ ლელუს გარშემო რეალებდა ეს ბიჭი და ყურადღებას აქცევდა. მე გამოუგზავნა დათუნია დიდი. მე გამოუგზავნა ყვავილები, თუ ჯერ ყვავილები მე დათუნია მოკლედ. მე ლაივზე მოვიდა ასევე ყვავილებით, გულშემატკივრებით და ასე შემდეგ და როგორც გამოცდილი და გამარჯვებული რეალიტი შოუს წარმომადგენელი, მასტერ კლასებსაც შიგადაში ატარებდა ხოლმე. მე პირველად ნახე დიასა ერთ-ერთ ივენტზე და ჩვენმა გულშემატკივრებმა და მაყურებლებმა ძალიან ბევრმა მომწერა და ახსოვით ერთი 20 სხვადასხვა ადამიანმა რომ ესეო და თქვენ როგორ არის ხალხმა მართლა გეუბნებით ზოგჯერ თქვენ უფრო მეტი იცით გარეთ ვინც ხართ ვიდრე ჩვენ შიგნით. ამ შემთხვევაში მე ჰაუსში აღარ ვარ და გარედან ვარ, მაგრამ მეც რაღაცას ახლა ვიგებ და რომ წერთ ხოლმე ბევრ რაღაცებს და ინფორმაციებს ძალიან მიხარია რომ რა თქმა უნდა ამას თქვენი ნებართვის გარეშე არასდროს არაფერს არ გავაჟღერებ, რასაც წერთ და დიდი მადლობა ნდობისთვის. რასაც ხალხო ამბობთ ხოლმე ეს არის შეთანხმებული ამ ინფორმაციის ავტორთან და ვინც წერს და პირიქით ისე იყო ხოლმე რომ მე თქვით რომ ისინი სუბიექტურები არიან მიწერწოებულები და გლიასას დახმარებით ხმებს აგროვებენ და ასე შემდეგ და თქვით ყველას ცოდნია ეს და ჩვენ გავიგეთ ჰაუსელებმა მე მგონი ყველაზე ბოლოს და მაგრამ მე მოვედი მაგდონალდში მინდა ძალიან ბიგმაკი ჩემი საყვარელი საჭმელი არის ბიგმაკი რა თქმა უნდა ხშირად ავჭამ იმიტომ რომ ფორმას ვუფრთხილდები და ჯანსაღებაზე ვარ მაგრამ მიშდები და არ მეყვარს კოცნით გეხვევით და კიდე შემოვახომე წაგეჭორავებით ძალიან მიყვარხართ მაგარი ადამიანები ხართ